აფხაზეთი ჩემს გულში სხვანაირაძეს იცით? აფხაზეთთან აკავშირებს ჩემი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები. იმ აფხაზეთს მე ვერასდროს ვერ დავივიწყე. ეს იყო საოცრება, ეს იყო მე მგონი ესეთი ლამაზი კუთხე, ესეთი მდიდარი კუთხე, არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი დამოკიდებულებით, სიტყვით, ყველაფრით არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, მე პრობლემა არ მქონია არსად, აბსოლუტურად. ჯერ ერთი ძალიან ხშირად ჩავდიოდი ყოველ წელიწადს. სანამ სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, პირველ ნაბიჯებს რო ვდგამდი, ლესელიძე იყო. ჩვენი ადგილი სადაც ჩავდიოდით, ეს იყო მთელი საბჭოთა კავშირი და სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები ჩამდიოდნენ და იქ სპორტსმენების შეკრება ხდებოდა ხოლმე, სხვადასხვა შეკრებების ვატარებდით ასევე მოჭადრაკეები, მაგრამ როცა მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, იმის შემდეგ უკვე გადავინაცვლე გაგრისკენ, მეოთხე სამმართველო სანატორიუმში. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ძალიან ხშირად ვიყავი გალში, ძალიან ხშირად გალში იქ ახლობლები იყვნენ ჩემ მეუღლის მხრიდან და ეხლა მზახლის მხრიდან ესე იგი ძალიან ბევრი ნათესაები არიან თვითონ აფხაზები და დღესაც ცხოვრობენ. ბევრი მათგანი დღესაც ცხოვრობს. და რა თქმა უნდა, სოხუმში. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ტარდებოდა მნიშვნელოვანი ტურნირები. გარდა იმისა, რომ მე შეკრებებს ვატარებდი აფხაზეთში სხვადასხვა ადგილას, განსაკუთრებით გაგრაში, უფრო ხშირად. სოხუმში ტარდებოდა მნიშვნელოვანი ტურნირები, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდი პირველად. ჩატარდა საზოგადოებრივი ტურნირი, რომელსაც უნდა გამოივლიდა ჩემი მოწინააღმდეგე და მთელი ის პერიოდი, რაც ეს ტურნირი რო ტარდებოდა, მე ვიყავი სოხუმში, ვაკვირდებოდი ჩემი მომავალი მეტოქეების თამაშს, მეტოქეების გრამობიც იმიტომ ამბობ, რომ ერთ ჭირას ვერ იტყოდი, ვინ მოიგებდა იმ ტურნირს. და აი დღესაც ყველა დღე მახსოვს ფაქტიურად, იმდენად საინტერესო სიტუაცია იყო, როგორი პატივისცემა იყო ყველგან, საცა ნაბიჯს გადავდგამდი. ეს ყველაფერი ხო გულიდან მოდის, ეს ხო არ იკარგება, იცით? ეს იმიტომ ჩემი ცხოვრების ნაწილია იქ გატარებული. შეკრებები, შეჯიბრებები, არასეხოდრები, სეანსები, იმდენად პოპულარული იყო, როცა მსოფლიო ჩემპიონობა მოვიპოვე, იმდენად პოპულარული გახდა მე იგივე ჭადრაკი, იცით, საქართველოში, რომ ფაქტიურად რეგიონი არ იყო დარჩენილი, რომ არ მიწვევდნენ, გამიგე და აფხაზეთს სხვა დაკვირთვა ჰქონდა, თავისი ამ შესანიშნავი ბუნებით, თავისი შესანიშნავი სანატორიუმებით, თავისი შესანიშნავი დამოკიდებულებით, ყველაფრით, ხო? ძალიან კარგი იყო იქ მზადება მსოფლიო პირველობის მატჩისთვის, სხვადასხვა ტურნირებისთვის, თამაში იმ ორჯერ ჩატარდა მსოფლიო პირველობაზე მატჩი ქართველებს შორის, ეს ხო უნიკალური რაღაცა იყო. ჯერ იყო და მე და ნანა ალექსანდრია ნახევარი მატჩი ბიჭვინთაში ვითამაშეთ, მეორე ნახევარი თბილისში. ჩემი და ჩებურდანიძის მატჩი მთლიანად ჩატარდა ბიჭვინთაში. ეს ხო ისტორია, ეს ხო ჩვენი ნაწილია, ეს ჩემი ნაწილია და სხვადასხვა იქ ჭადრაკს ხელმძღვანელობდა არაჩვეულებრივი პიროვნება რაფო კაკიაშვილი. მერე მას მის ოჯახში შეიჭრნენ საუბედუროდ, მე არ ვიცი ვინ იყვნენ, რა იყვნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ის წავიდა ისრაელში და მე და ნანა ალექსანდრია იქ ვიყავით ერთ ვეტერანთა ტურნირში მიწვეული და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ის დაგვხვდა იქ აეროპორტში. იცით? აი საოცარი პიროვნება იყო და უცხოელები რო ჩამოდიოდნენ, ყოველთვის სტუმრები იყვნენ ხოლმე მის ოჯახში. და წარმოვიდგენოთ, ესე იგი ისეთი კმაყოფილები მიდიოდნენ, რომ მე მგონი საკმარისი იყო რამე ჩაგვეტარებინა, ვისაც არ უნდა შეგვეთავაზებინა ჩამოსვლა, ყველა ჩამოდიოდა. ეხლა ის რაც მოხდა, ამის წარმოდგენა იყო შეუძლებელი. თქვათ ასე, რომ ჩვენ საერთო ტრადიციები გვაქვს, საერთო ადგილები ყველგან, ქართველები, აფხაზები ერთად ცხოვრობდნენ. ერთმანეთის მეზობლები იყვნენ, კარგი მეგობრები იყვნენ, რა ვიცი, ოჯახები იყვნენ შერეული. ამას ხო ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. იმიტომ იმდენად ლამაზი იყო ეს კუთხე, იმდენად ყველაფერი იყო, იმდენად კარგად ცხოვრობდნენ ოჯახები, რომ ამის წაშლა იყო ძალიან. მოხდა რაც მოხდა, მაგრამ ვერ წავა ასე ბოლომდე. მე მაგალითად აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გავა რაღაცა პერიოდი და ჩვენ აუცილებლად გავერთიანდებით. ჩემი ყველაზე დიდი სიამოვნება და აღფრთოვანება იყო ხალხის რეაქციის დადახვა.
აი მე მინდა რომ ეს დაბრუნდეს ოდღეს, მე მინდა ახალგაზრდებმა გაიგო, რომ ჩვენ არაფერი გასაყოფი არ აქვს, იცით? დარწმუნებული ვარ, ეს ადრე თუ გვიან მოხდება, ისტორიას რო გადავავლოთ. ძალიან დიდი ხანი გადის, მაგრამ მე ისე უბრუნდება ყველაფერი ძველს. ამიტომ მე მინდა ახალგაზრდებმა მაინც, დღევანდელმა ახალგაზრდებმა ეს გაერთიანება ნახონ. მინდა უსურვო, რომ ეს ამდგარიყოს, ეს ურთიერთობა ამდგარიყოს. ჩვენ გვიყვარს აფხაზეთი დღესაც, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დღეს აფხაზეთში არ არის ის ცხოვრება, რაც იყო ჩვენ დროს. ვითაც საერთოდ მთის და ზღვის მე ექსპერტების ანალიზებზე დაყნობით წაკითხული მაქვს. ბიჭვინთაში ზის და ის იყო საუკეთესო მსოფლიოში. აი ეს. ამიტომ ეს იყო ერთ-ერთი მარტო ულამაზი კი არა, კარგი დასასვენებელი კურორტი. გამიგეთ? და მინდა რომ სიწყნარე იყოს, სიმშვიდე იყოს, ისე მდიდრულად ცხოვრობდეს ხალხი, მშვიდობიანი გზით, მშვიდობიანი გაგებით, აი გაანალიზებით. ეს უნდა აღდგეს ყველაფერი. აი ამის სურვილი მინდა გადავწე ახალგაზრდებს.